გაზაფხულის საღამოა 7, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი, უფრო ზუსტად გაზაფხულის საღამომ 7 ნამდვილად არის, მაგრამ ქართული ოცნებისათვის არის მძიმე და კიდევ უფრო მძიმე იქნება ხვალინდელი დილა. ტერენტი გრანელის, რომლის ნამდვილი გვარია კვირკველია, ლექსით ყვილა არ გამიხსენებია, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ უმძიმესი დასკვნა წაიკითხა, დღეს მიიღო და წაიკითხა. დასკვნის ავტორი არის ეუთო. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის მისიის ანგარიშში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო სტანდარტების დაცვა. რეკომენდაციებში ასე მაგალითად ვკითხულობთ. უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი სასამართლო სტანდარტები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციას საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება რასა კვირველია არღვევს და არა მხოლოდ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, არამედ მას რომ ექვემდებარება ის მედია, მას რომ ექვემდებარებიან ის შეზრდილი მასთან ექსპერტები, უფრო ზუსტი რომ იყო ექსპერტებად წოდებულები და აგრეთვე მასთან შეზრდილი მისი დანამატი, მისი წანაზარდი, მისი სიმსივნე მართლმსაჯულების სისტემა. მეორე, უზრუნველყოფილი იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი რეფორმის, სასამართლო პროცესებზე ბრალდებულების გალიაში მოთავსება, იმიტომ რომ ბრალდებულები უმრავლეს შემთხვევაში წოდას რომ გალიის გისოსებს მიღმა არიან სასამართლო პროცესებზე, შეწყდეს თუ ამის აუცილებლობა უსაფრთხოების თვალსაზრისით არ არსებობს. ადვოკატებს ჰქონდეთ დროული წვდომა, საქმის მასალებზე არა აქვს სასამართლო პროცესები იყოს საკმარისად გამჭვირვალე, ადმინისტრაციული სამართალდამხობის პროცედურები შეიცვალოს ისე, რომ დაკავება მხოლოდ პოლიციელის დაუდასტურებელ ჩვენებაზე არ იყოს დაფუძნებული. ანუ პოლიციელი რასაც ამბობს, ის ჭეშმარიტება არ არისო, ეუთოს შესაბამისი ანგარიში ეუბნება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას. ეუთოს მოსკოვის მექანიზმი 23 სახელმწიფოს ინიციატივით ამოქმედდა. მისიის ანგარიშში შეფასებულია საქართველოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობა 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ანუ სასამართლოს მართლმსაჯულებას რაც ეხება, ეს არ არის მთავარი თავი, რომელზეც ლაპარაკობს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, კერძოდ ლაპარაკობს ასევე საქართველოს სახელმწიფოს მოუწოდებენ გაუქმდეს რიგი კანონები, ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, ან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეთავი ამ ანგარიშისა, გაუქმდეს რიგი კანონები, რომლებიც ანგარიშის ავტორთა შეფასებით ზღუდავს დემოკრატიულ სივრცეს. კერძოდ, გაუქმდეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, რამაც გამოიწვია ეს პროცესები საქართველოში, რის დაიწყო ეს ყველაფერი, გაუქმდეს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი და რამდენიც არ უნდა იბაქიბუქოს უკვე ხვალიდან ქართულმა რუსულმა ოცნებამ, რომ ამგვარი კანონები მოქმედებს ევროკავშირის ცალკეულ სახელმწიფოებში ან ოკეან გაღმა. ეს ტყუილი იყო, არის და იქნება, იმიტომ რომ და მათ შორის იმიტომ რომ ეუთო ამას გვეუბნება და ეუთო გაცილებით კვალიფიციურია იმასთან დაკავშირებით რა არის უცხოეთში, ანუ მის სივრცეში და საქართველოს პაპუაშვილისა და ირაკლი კობახიძის რეალურად კი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ცხადია კვალიფიკაციაც აკლია. გაუქმდეს გრანტების შესახებ კანონში შეტანილი შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც ახლახან მიიღო საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ, გადაიხედოს მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, გაუქმდეს ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი, სახელმწიფო ღალატის მუხლის განსაზღვრება დაზუსტდეს. ესე არ შეიძლება რომ ყველას აბრალებთ, რომ ის სახელმწიფო მოღალატეა, სახელმწიფოს უღალატა ამა თუ იმ პირმა, რათა ხელისუფლების კრიტიკა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი არ გახდეს, გაუქმდეს დემონსტრაციებზე სახის დაფარვის სრული აკრძალვა და სხვა არაპროპორციული შეზღუდვები. ანგარიში აღნიშნავს, რომ მსგავსი კანონების გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკურ პლურალიზმზე, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი კი არა, ესეც არ არის სრული დასკვნის სრული ვერსია, კიდევ ბევრი რამდენიმე ყოველ შემთხვევაში თავია სულ 192 გვერდია
გვერდიანია ეს დოკუმენტი და წაგიკითხავთ შემდეგს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის მისიის ანგარიშში პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა დემოკრატიის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ადამიანის უფლებების დარღვევების მონიტორინგს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და პარტნიორებმა უნდა გააძლიერონ მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისა ესეც მძიმეა ქართული ოცნებისათვის იმიტომ რომ მას უნდოდა და უნდა დღემდე რომ გამოკვდნენ რომ აღარ არსებობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები სამოქალაქო საზოგადოება სამოქალაქო სექტორი და არ უნდა არსებობდეს მათ რუსულ ტვინებში მათი რუსული გადაწყვეტილებით არ უნდა არსებობდეს თავისუფალი მედია საერთაშორისო ინსტიტუტებმა უნდა გამოიყენონ არსებული მექანიზმები საქართველოში დემოკრატიული სტანდარტებისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვის ხელშესაწყობად. კვლავ ვიმეორებ, ეს არ არის ევროპარლამენტის რომელიმე წევრის განცხადება, ეს არ არის თუნდაც ევროკომისიის გადაწყვეტილება ან დასკვნა, ეს არ არის ევროსაბჭოს გადაწყვეტილება ან დასკვნა, ეს არის იმ ორგანიზაციის დასკვნა ეუთოსი, რომლის წევრიც სხვათა შორის არის ამერიკის შეერთებული შტატები, გაგიკვირდებათ და ეუთოს მექანიზმის ანგარიშში საქართველოს სახელმწიფოს მოუწოდებენ განათლების სფეროში, აი ასე რომ გადაძაბა და რეალურად დაიწყო მკვლელობა განათლების სისტემისა, ამასთან დაკავშირებითაც კი ეუთო აქვეყნებს ანგარიშს განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები არ უნდა ზღუდავდეს აკადემიურ თავისუფლებას, რასაც ზღუდავს მიქანაძის, კობახიძის და რეალურად კი ბიძინა ივანიშვილის მიერ მოფიქრებული, მოგონებული დეფორმა, დაცული უნდა იყოს უნივერსიტეტების ინსტიტუციური ავტონომია ანგარიში აღნიშნავს, რომ აკადემიური თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. ეუთოს მექანიზმის მისიის ანგარიშში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური პროცესი. ესეც რაღა დაგიმალოთ და ძალიან მნიშვნელოვანი ქვეთავია, ჩატარდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება არჩევნების არჩევნებში დარღვევებთან დაკავშირებით განხორციელდეს საარჩევნო სისტემის რეფორმები მომავალ არჩევნებზე როცა ჩატარდება დროულად იქნეს მიწვეული საერთაშორისო დამკვირვებლები იმიტომ რომ ხელისუფლება ბოლო წამებში ბოლო დღეებში იწვევდა საერთაშორისო დამკვირვებლებს და მათ არ ჰქონდათ წინა საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ოპოზიციის დისკრედიტაციისაგან და მუქარის რიტორიკისაგან რასაც ჩვენ ვაწყდებოდით ყოველთვის ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში შეწყდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცედურები ესენი გვიანონსებენ რომ პრაქტიკულად მთელ ოპოზიციას აკრძალავენ და მოუწოდებს ეუთო საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას რომ შეწყდეს პარტიების აკრძალვა არც ნაციონალური მოძრაობა არ უნდა აიგზავნოს არც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არც რომელიმე სხვა პარტია რეიტინგული თუ არა რეიტინგული მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ამაღამდელი ღამის შემდეგ ხო აი 12-დან 13-მდე დილით რომ გაიღვიძებენ ბიძინა ივანიშვილისაგან რომელსაც ძინავს რეკომენდაციებს რომ მოისმენენ თავის მხრივ ბიძინა ივალიშვილი მოსკოვიდან რომ მიიღებს რეკომენდაციებს ისინი ჯერაც მოგვაჩვენებენ ყინჩად თავს მაგრამ მეორე მხრივ არ არის ასე იოლად საქმე მათთვის იმიტომ რომ მოსკოვის მექანიზმების ამოქმედებას ამ დასკვნას ამგვარ დასკვნას ძალიან მძიმე შედეგები მოხვება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისათვის ანუ ქართული ოცნებისათვის ანუ ქართულ-რუსული და რეალურად კი რუსული ოცნებისათვის და არა მხოლოდ კოლექტიურ დონეზე არამედ ინდივიდუალურ დონეზეც კი ამაზე გადავალ რამდენიმე წამში ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები უნდა გაუქმდეს და ყველა საქმე ყველა ბრალდება არის სწორედაც რომ პოლიტიკურად მოტივირებული, ინგა თუ არ შეწყვეტები ერთი ჩიქა წყალი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამეზე ვლაპარაკობთ, შენც მოგიხსენება. ეუთოს მოსკოვის მექანიზმი საქართველოს სახელმწიფოს მოუწოდებს. ეხლა ნახეთ, ეს კიდე უფრო მძიმეა, მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ BBC-ს გამოძიებამ დაადასტურა, კი არა, მიგვანიშნა, რომ გარკვეულზე მაღალი ალბათობით გამოყენებულია ქიმიური იარაღი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და აქ ამ დასკვნაში წერია. ეუთოს მოსკოვის მექანიზმი საქართველოს სახელმწიფოს მოუწოდებს ითანამშრომლოს
ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან, რათა პასუხი გაეცეს პროტესტის მონაწილეების მიმართ ქიმიკატების გამოყენების ბრალდებას. BBC-ს ფილმში პრაქტიკულად ღიად არის დადანაშაულებული საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომ 2024 წლის ნოემბრის მიწურულს და დეკემბრის დასაწყისში გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი. აქედან გამომდინარე, ეს მოსკოვის მექანიზმი გამოყენებით ეუთოს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან და არ დაეყრდნოს მხოლოდ მამუკა მდინარაძის უწყების დასკვნას, რომ არას დიდებით და არავითარ შემთხვევაში მათ არ გამოუყენებიათ, თურმე არ გამოუყენებიათ ქიმიური იარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ. ოღონდ გაგახსენებთ და ეუთოს და ანგარიშში ეს ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ მე გაგახსენებთ, რომ მდინარაძის უწყება ლაპარაკობდა 5 დეკემბრის ღამეზე და არ ლაპარაკობდა, თუ არ ვცდები 4-დან 5 დეკემბრის ღამეზე და არ ლაპარაკობდა 28, 29, 30 ნოემბერზე, 1, 2 და 3 დეკემბერზე. ანგარიში ასევე მიმართავს ქიმიური იარაღის 92 წლის კონვენციის წევრ სახელმწიფოებს, რომ მათ შეუძლიათ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს მიმართონ, რათა ნათელი მოეფინოს ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების ბრალდებას კონვენციის შესაბამისად. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროტესტის დაშლისას წყლის ჭავლთან და რეზინის ტყვიებთან ერთად იყენებდნენ წიწაკის სპრეის, სრემლსადენ გაზს და სხვა ქიმიურ გამაღიზიანებლებს. აგრეთვე მოყვანილია BBC-ს გამოძიების დასკვნა კამიტის გამოყენების შესაძლო გამოყენების შესახებ და აღნიშნულია, რომ ამ ზომების გამოყენება დასტურდება საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით. ანგარიშში მოყვანილია მიღებული ჩვენებები, რომლებიც აღწერს ქიმიური ნივთიერებით მიღებულ დაზიანებებს და გრძელვადიან სიმპტომებს. ეს უმძიმესია, კიდევ უფრო მძიმეა მეთქი ქართული რუსული ოცნებისათვის, მაგრამ ჯერ სადახართ. ეუთოს მოსკოვის მექანიზმების ანგარიშში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ უზრუნველყოს სამართალდამცავთა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე. რეკომენდაციებში წერია, სახალხო დამცველის ოფისს მიეცეს საჭირო რესურსები, დაუყოვნებლივ გამოიზიონ პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების მიერ ჩადენილი წამების და ეს წამება ამბცუდი კი არა, შემთხვევით მოხვედრილი სიტყვა არ არის, ხო ცუდი სიტყვაა, მაგრამ ხო მძიმე სიტყვაა, მაგრამ შემთხვევით მოხვედრილი სიტყვა არ არის. დაუყოვნებლივ გამოიზიონ პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების მიერ ჩადენილი წამებისა და არასათანადო მოპრობების ყველა შემთხვევა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებში ეფექტიანი სასამართლებრივი დაცვის მექანიზმები, დაზარალებულებს მიეცეთ სრული კომპენსაცია და სამართლებრივი რეაბილიტაცია, მძიმე დარღვევებში მონაწილე სახელმწიფო მოხელეების მიმართ გატარდეს დისციპლინარული ზომები. ეუთოს მექანიზმის ანგარიშის მიხედვით საქართველოს სახელმწიფოს მოუწოდებენ უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, პატივისცემს სპონტანური შეკრების უფლებას, შეწყდეს აქციების გაშუქების დროს ჟურნალისტების მიზანში ამოღება და რამდენიმე შემთხვევაა იცით, რომ შეგნებულად და სწორედაც რომ ჟურნალისტების მიმართ გამოიყენა ძალა საქართველოს პოლიციად წოდებულმა მილიციამ, გედედემ, რომელსაც ხარება ხელმძღვანელობდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ხელმძღვანელობა, ეს იყო სახელმწიფოს სისტემური და ინდივიდთა კონკრეტული დანაშაული ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებური დაკავებისა და დაჯარიმებისაგან, არ გამოიყენოს თვითნებური სანქციები, უზრუნველყოფილი იყოს უფლებადამცველების დაცვა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლებისათვის უცხოური დაფინანსების შეზღუდვა გამოყენებულ იქნას მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოებისათვის. ჟურნალისტების საქმიანობის წინააღმდეგ არ ხარხორციელდეს დაუსაბუთებელი რეპრესია, მათ შორის ტექნიკის ჩამორთმევა, ამგვარი შემთხვევების იყო და დაზიანება. ეუთოს მიერ მომზადებული მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში ნათქვამია, რომ 24 წლის გაზაფხულის შემდეგ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მხრივ მნიშვნელოვანი უკუსვლა
შეინიშნება. ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყანაზე, რომელიც დაწინაურებული იყო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, მათ შორის აღმოსავლეთის ფარგლებში, პარტიორობის ფარგლებში და ჩვენ უკვე უნდა ყოფილიყავით კართან, ზღვრუფთან ევროკავშირისა და ახლა ვართ მაჩანჩალა სახელმწიფოც არა ვართ. ახლა პრაქტიკულად შეწყვეტილია. შეუძლებელიც არის, რომ არსებობდეს საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა ამ პირობებში, ამ ქართული რუსული რეალურად კი რუსული ოცნების პირობებში შეწყვეტილია, დასრულებულია ეს გზა. ანგარიშის ავტორების შეფასებით აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ძალადობისა და სხვა დარღვევების მაგალითები ხელისუფლების კრიტიკოსების, ოპოზიციის ლიდერებისა, ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ. დოკუმენტის მიხედვით ხელისუფლებამ ეტაპობრივად შეზღუდა გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება სხვადასხვა კანონმდებლობით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიასა და LGBT თემს ეხება. ანგარიშში ასევე აღნიშნულია ადმინისტრაციული სანქციების გამოყენება, მაღალი ჯარიმები და ასე შემდეგ. ანგარიშის ავტორები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე, ეს უკვე მეორედ, რაც მათი შეფასებით პოლიტიკურ პლურალიზმს და პლურალისტებს თავი დავანებოთ შეუძლებელია პოლიტიკური პარტია რომ აკრძალულია იმ ქვეყანაში, ის ქვეყანა ევროკავშირისკენ მიდიოდეს ან ევროკავშირის სივრცის ნაწილი გახდეს, რაც არ უნდა თავი მოიწონოს სხვა რეფორმებით, რეალურად ფსევდო რეფორმებით, რომელიმე ქვეყნის, ჩვენ შემთხვევაში საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ. ანგარიში ასკვნის, რომ ქვეყანაში არსებული პროცესები უნდა შეფასდეს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში და მოიცავს რეკომენდაციებს როგორც საქართველოს ხელისუფლებისათვის, ისე საერთაშორისო პარტიორებისათვის. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის მისიის ანგარიშში საქართველოს სახელმწიფოს მოუწოდებენ, ესეც უმძიმესი მუხლია ქართული რუსული ოცნებისათვის, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაანთავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები და გამოხატვის თავისუფლებისათვის დაკავებულები. ანუ პოლიტიკოსი პატიმრები, ვიცით ყველა პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის შეგვიძლია ჩამოვთქვა, შევიყვაროთ ამ სიაში და სხვებიც რასაკვირველია, მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილი ან ელენე ხოშტარია, ან სხვები და სხვები. და აგრეთვე უნდა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა და აგრეთვე უნდა გაანთავისუფლონ ანდრო ჯიჯინაძე, მზია ამაღლობელი, ზვიად რატიანი და სინდის ცის პატიმრები. აგრეთვე პაატა ბურჭულაძეზე რომ არ თქვა ორი სიტყვა არ შეიძლება და ასე შემდეგ. დაუყოვნებლივ და უპირობოდ განთავისუფლდეს ყველა პოლიტიკური მიზნით დაკავებული პატიმარი. პოლიტიკური მიზნით დაკავებული არ არისო. დე ფაქტო ხელისუფლებას კი მოუტრიალდება ენა, მაგრამ რეალურად ეუთო მას იცის და ეუთო რეკომენდაციას აძლევს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს, ჯამში 26 სახელმწიფოს, როგორ უნდა იმოქმედონ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს არ შეასრულებს. აქედან გამომდინარე სანქციები და ძალიან მძიმე სანქციები, მათ შორის მაგნიცკის სიაში პირების შეყვანა, ეს არის საკმარისი საფუძველი, გარდაუვალია საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნების მიმართ მაგნიცკის სიაში ან მსგავს სიაში. ეს არ არის უბრალო სანქცია, ვერ შედიხართ ევროკავშირში, ეს არ არის უბრალო სანქცია, ქონება ჩამორთმეული გაქვთ, სადაც გაქვთ ეს ქონება, ან შეიძლება რომ გქონდეთ, ეს არის გაცილებით მძიმე. სანქციები პატივი ეცით სამართლებრივ პრინციპებს, პროპორციულობასა და ნორმებს, როცა საქმე ეხება თავისუფლების შეზღუდვას, ასე მკაცრად წერს ეუთო. ეუთოს მოსკოვის მისია კვლავ შეგახსენებთ, რომ 24 ქვეყანამ ის საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების გამო ამოქმედა მისიამ მუშაობა 11 თებერვალს დაიწყო და ერთ თვეში, ერთ თვესა და ერთ დღეში დადო გამოაქვეყნა ეს დოკუმენტი, იცით თქვენ. ასევე და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ამის თქმაც, ლაპარაკია ამ დოკუმენტში, ამ ანგარიშში, რომ ჰააგის სასამართლო მექანიზმები შეიძლება ამოქმედდეს კონკრეტული პირების მიმართ, ვინც საქართველოს მართავს და ვინც საქართველოს ესოდენ მძიმე მდგომარეობაში აგდებს. მე თუ მოვნახე ეს ნაწილიც, ხო, ამაზეც ბუნებრივია გავამახვილებ ყურადღებას. ეუთოს საგარეო საქმეთა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სრულად განახორციელოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმების მიერ
წარმოდგენილი რეკომენდაციები და ეს არის რეკომენდაციები ერთის მხრივ, მაგრამ მეორის მხრივ არის უმნიშვნელო რეკომენდაციები de facto ხელისუფლებისათვის, რეკომენდაციები საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, მაგრამ აგრეთვე მოთხოვნები, რომლებიც აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს არის საერთაშორისო განაჩენი ქართული რეჟიმისათვის, ქართული ოცნების რეჟიმისათვის, ამას ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, ესეც ხაზგასმით უნდა ვთქვათ. ამასობაში საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება პარლამენტთან ეხლა ჩხრეკენ ყველას და ყველას აი ამ წუთებში, ვისაც ჩანთა უკეთია, ამას წერს ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს. ანუ ნაცვლად იმისა, რომ ჭკუა ისწავლოს, საქართველოს de facto ხელისუფლება კიდევ უფრო ამკაცრებს და ამძაფრებს ზომებს და ამკაცრებს რეპრესიებს თავისუფლების მოყარე ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ამასობაში მე რომ ვიცნობ იმ კაცმა, ვიცნობ გულახდილად გეტყვით, ვიცნობდი მანამ სანამ ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი იქნებოდა. მანამდელ პერიოდშიც და პატივსაც ვცემდი როგორც საკმაოდ კვალიფიციურ პირს, მაგრამ საკმაოდ კვალიფიციურობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შენ სწორი პოზიცია გამოხატო ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვის მექანიზმების ანგარიშზე ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებას, ანუ იმ პირის განცხადებას აქვეყნებს, ავრცელებს, რომელსაც მე ვიცნობ ამ კაცს, ქვია ალექსანდრე მაისურაძე, ალე მაისურაძე, რომელიც კარგი ელჩი უნდა ყოფილიყო, კარგი დიპლომატი უნდა ყოფილიყო, მცოდნე კაცია, მეთქი ამ წამსაც ვიტყვი, მაგრამ სამწუხაროდ აი ეს დამოკიდებულება, ეს ანგარიშვალდებულება ბოჭორიშვილის ამ შემთხვევაში უწყებასთან და ზოგადად ბანდიტურ ქართულ ხელისუფლებასთან გადაჯაჭვებულობა მასთან განაპირობებს იმას, რომ ის აკეთებს იმ განცხადებას, რომლის შედეგადაც მე უნდა ვთქვა, რომ მე სამარცხვინო დიპლომატად მივიჩნევ უკვე ახლა ალე მაისურაძეს. ის ამბობს მაგალითად, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კვლავ მტკიცედ განაგრძობს ეუთოს პრინციპებისა და აკადემიური განზომილებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების ხარდაჭერას, ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს. ტყუილია, არც ერთი ფაქტობრივი უზუსტობა არ არის ამ ანგარიშში და ის სხვა თუ არაფერი საქართველოს de facto ხელისუფლების მიერ მიგზავნილ ექსპერტებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ ეუთოს შესაბამის მისიასთან, შეეძლოთ ეს დაეფიქსირებინათ განსხვავებული აზრის ფარგლებში, მაგრამ ეს არც დაუფიქსირებიათ. მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დანიშნული ექსპერტი საქართველოში 17-18 თებერვალს ეწვია, იცით თქვენ და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს de facto ხელისუფლება თანამშრომლობდა საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო ყველა მოთხოვნილი შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან და ასე შემდეგ, მაინც დაწერა ეს დასკვნა, რაც ობიექტური დასკვნა, მაგრამ ალე მაისურაძეს, ისევე როგორც ალექსანდრე მაისურაძეს, ისევე როგორც მაკა ბოჭორიშვილს ან ზოგადად საქართველოს de facto ხელისუფლებას თითქოს ვალდებულება აქვს ერთმანეთის წინაშე, კი არა, უფრო მოსკოვის წინაშე, ბიზინას წინაშე პირველ ყოვლისა და მერე მოსკოვის წინაშე, რომ უარყონ ეს დასკვნა, გაემიჯნონ და გააკრიტიკონ ეს დასკვნა და ასე შემდეგ და აქ რაღაცეებს როშავენ, ტყუილებს ავრცელებენ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც ჯერაც სჯერა ამ de facto ხელისუფლების ალე მაისურაძე ამბობს, რომ შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებსო, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებსაც გასაკვირველია, ტყუილია და აქვე ვიტყვი, რომ აი მაგალითად წერია მოსკოვის, ბოდიში, ამას ამბობს, ესე იგი, იურისტი ედუარდ მარიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მოვა დრო და მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული 100 გვერდამდე, 194 გვერდია მართლაც, ანგარიში ქართული ოცნების პოლიტიკური სამარის ქვაზე სიტყვით დაიწერება და ეს ასეც არის ფიგურალურად, ხატოვნად ნათქვამია, მაგრამ მაინც დიახ, პოლიტიკური საფლავის ქვაზე დაიწერება სწორედაც, რომ ეს ყველაზე მძიმე დასკვნა ქართულ ოცნებაზე, რაც კი ყოფილა აქამდე, კვლავ მინდა ამის გამეორება და არავინ არ თქვას, რომ სად არის დასავლეთი, რატომ არ არის დასავლეთი, რატომ არ ამკაცრებს, ეხა იმას მადუროსაბით ვერ დაიჭერენ ამ ივანიშვილს, ვერც ჯერჯერობით და ვერც მერმერობით, ასე ვიტყვი.
რომ ვიცოდეთ მაინც. Цели დოკუმენტია, კი გითხარით, მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტორებს, ბევრ რამეზეა საუბარი. ამ დოკუმენტში გამჭვირვალობის შესახებ კანონი რომ და მოკლედ ამ ბანდიტურმა დაჯგუფებამ ეს ყველაფერი რომ შეასრულოს, მეორე დღეს უნდა დაიხუროს კეპი და წავიდეს. ეხლა კითხვა ამგვარია, ბევრი ოპტიმისტურად განეწყო, მე არა ვარ სიმართლე გითხრათ, მაინც და მაინც ოპტიმისტურად განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ცხადია მაქვს ოპტიმიზმის საფუძვლების და ოპტიმიზმის სურვილიც გაგიმხელთ და მე არ მგონია, რომ მოექცოს მექანიზმების, მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების ფარგლებში დაწერილი ანგარიშის წაკითხვის შემდეგ ქართული ოცნება ან ნირს შეიცვლის, ან ფერს შეიცვლის, ან ტაქტიკას შეიცვლის, ან სტრატეგიას შეიცვლის, ან რიტორიკას, ან ქმედებას შეცვლის საკუთარს არ მგონია. პირიქით ესენი როგორც კუთხეში მომწყდეული რომელიმე ცხოველი და ამ შემთხვევაში ვირთხებს შევადაროთ თქვენის ნებართვით, კიდევ უფრო მეტ დაპორჭყნას დაიწყებენ. ახლა უკვე ეუთოზე სიტყვია, რომ ეს არის deep state-ის ორგანიზაცია, რომ მათ წინასწარ ეს ნიშნები პრინციპში უკვე გამოჩნდა ალექსანდრე მაისურაძის განცხადება ამის მანიშნებელი, მადასტურებელია და ხვალ უკვე პაპუაშვილი და კობახიძე და სხვები გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით განცხადებებს. ცხადია, მათ რასაკვირველია აშინებთ, აფრთხობთ სანქციები, რომლებიც აუცილებლად დაწესდება ამ ანგარიშის საკითხვის შემდეგ, ამ ანგარიშის შემდეგ მათ კონკრეტულ წარმომადგენლებზე, ვით უფრო თუ ისინი ქმედებებს არ შეცვლიან. მათ რასაკვირველია აშინებთ მაგნიცკის სიაში შესვლა ან მაგნიცკის სიის მსგავსში შესვლა. მათ რასაკვირველია ძალიან აფრთხობთ, რომ ჰააგის სასამართლო ტრიბუნალამდეც კი სასამართლომდეც კი შეიძლება მივიდეს ბევრი მათგანის საქმე, რამდენადაც ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაში ედავება ახლა უკვე ღიად ეუთო და მოუწოდებს, რომ ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებად წოდებულ ბანდას მოუწოდებს, რომ მან ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ოღონდ ესენი თანამშრომლობას არ აპირებენ, რასაკვირველია. მათ ეს ყველაფერი იციან და ძიმეა დასკვნა არ უარყოფ გეთანხმებით, მაგრამ როგორც კი ესენი ხელისუფლებად წოდებული ბანდა შეცვლის რიტორიკას ქმედებებს, უკან დაიხევს, აჩვენებს მისეული გაგებით სისუსტეს ან რეალურადაც სისუსტეს, მათ მართლა მოუწევთ ქუდის დახურებაც არ არის საკმარისი სიტყვა, კი არა სწორი სიტყვა, მათ მართლა მოუწევთ დამატებით კიდევ და მაინც მოუწევთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, ამას კი ისინი არ დაუშვებენ. აი, ეს ველაპარაკე მე ირაკლი კობახიძეზე, პაპუაშვილზე, ყაველაშვილზე, გელაძეზე, მდინარაძეზე, კალაძეზე, წულუკიანზე, სხვებზე, რომლებიც გაჯიქურდებიან, შარმანაშვილი მაგალითად რაღაც თავის იურიდიულ ცოდნას ბრჭყალებში მოგვახვევს თავზე, კობახიძეზე დაამატებს რაღაც დიუსელდორფ დიპლომი მიღებული კობახიძე თავის ცოდნა გამოცდილებას სამართალ წარმოებაში კი არა იურისპრუდენციაში და ასე შემდეგ და ბოლს დააყენებენ, მაგრამ ამასობაში დუმილს აგრძელებს ბიზინა, გააგრძელებს ბიზინა ივანიშვილი. ბიზინა ივანიშვილი თუ შეცვლის ქმედებებს, ეს არის საინტერესო, რიტორიკას შეაცვლევინებს თუ არა ამათ, თუ მეტ და მეტ შეცდომას დააშვებინებს და კიდევ უფრო გაწელავს პროცესს, იქნება და გადარჩეს ქართული ოცნების ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, თუ მყისიერად დაიწყებს მოქმედებას. ცხადია, არც ბიზინა არ არის დამოუკიდებელი აქტორი. ბიზინა მოსკოვიდან ელოდება რეკომენდაციებს იმის თაობაზე, რა უნდა ქნას მან და მისმა პოლიტიკურმა ბანდიტურმა დაჯგუფებამ ახლა უკვე მოსკოვის მექანიზმების ფარგლებში დაწერილი ეუთოს დასკვნის, ეუთოს ანგარიშის შესაბამისად შემდეგ და მოსკოვის რეკომენდაცია მაღალი ალბათობით იქნება, რომ არ დათმოთ, რასაკვირველია, თქვენ უნდა დასცინოთ ეუთოს, თქვენ უნდა თქვათ, რომ ეუთო არის deep state, რომ თქვენ გითხრევენ ომში, თქვენ აგე გთხოვენ LGBT-ის დაკანონ, მაგალითად, ხო? ან პარტიების არ გაუქმებას, ან პოლიტიკოსების სააკაშვილის ჩათვლით განთავისუფლებას და ასე შემდეგ და ეს არამც არ უნდა დაუშვათ, ამას ურჩევს ბიზინა ივანიშვილს მოსკოვი, კრემლი, პუტინი პერსონალურად მეთქი ასე ვიტყვი, მოკლედ ის პირები, რომლებიც ბიზინა ივანიშვილს ემუშავებიან იმპერიის დედაქალაქიდან, მაგრამ თუ ბიზინა ივანიშვილს იოტისოდენა ჭკუა
და დამოუკიდებლობის ხარისხი აქვს მან ახლა ვაცის, განტევების ვაცის ძებნა უნდა დაიწყოს ერთის მხრივ, ანუ ყველაფერი უნდა გადააბრალოს, რაც ხდებოდა თურმე ამ ქვეყანაში და ეს ვიცოდით ცხადია. ირაკლი კობახიძეს, პაპუაშვილს, დიდარაძეს და სხვებს და ახალი არჩევნები მართლაც ჩაანიშნოს და ჩაატაროს იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც მიიღო ეუთოსაგან, ან ბიძინა ივანიშვილმა პარალელურად უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა გარდა იმისა, რომ დაკლავს პოლიტიკურად კობახიძეს, დინარაძეს, პაპუაშვილს და სხვებს, უნდა თქვას, რომ მე ვთმობ ხელისუფლებას და ყველა ახალმა მისმა მოყვანილმა ახალმა გუნდმა, ვინც იქნება, მე არ ვიცი, გვარები ცხადია, ძნელი შესარჩევიც არის, უნდა შეასრულონ ყველა რეკომენდაცია, ანუ გაანთავისუფლონ პატიმრები, შეცვალონ საარჩევნო კანონმდებლობა, შეცვალონ კანონები, გააუქმონ ის კანონები, უფრო ზუსტი რომ იყო და ყველაფერზე უნდა დაიხიონ უკან. ანუ ბიძინა ივანიშვილს პერსონალურად აქვს ორი გზა, ან გაჯიქურდება ის კობახიძესთან ერთად და გააჯიქურებს ამ ისედაც ჯიქურ და შეშლილ ადამიანებს, რომლებიც მისი ქმემდებარენი არიან და ჩახვება მათ საფლავში, ან იოტისოდენა დამოუკიდებლობის ხარისხს აჩვენებს, მოსკოვისაგან დამოუკიდებლობის ხარისხს გვაჩვენებს და დაიწყებს შეცვლას და შეცვლას. არის დამდგარი ის მომენტი, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეცვალოს საკუთარი ქმედებები. მე პერსონალურად მეორე არ მეთანხმება და მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი არ შეიცვლება და ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესს გაწელავს ოღონდ როდემდე. ამ მექანიზმების, ამ დასკვნის შესაბამისად ეს სიწინააღმდეგობა, რომ ეს არის პოლიტიკურ საფლავზე არსებულ ქვაზე ამოტვიფრული ეპიტაფია, ხო, ანუ წარწერა ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების პოლიტიკურ საფლავზე სწორია. მე მგონია, რომ ალბათ არ შეასრულებს ბიძინა ივანიშვილი და რაღაცა არ შეასრულებს ამ რეკომენდაციებს და რჩევებს ევროპიდან, ეუთოდან უფრო ზუსტი რომ იყო ეს ეუთო არ არის მხოლოდ ევროპული ორგანიზაცია. ამის შედეგად ბიძინა ივანიშვილი უკვე ნაღდად დაამთავრებს ძალიან მძიმედ, სულ რომ უნდოდეს ბიძინა ივანიშვილს ახლა უკვე გადატვირთვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან პოლიტიკისა და სუფთა ფურცლიდან დაწყება თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისა, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კითხულობენ ამ ორგანიზაციის 194 გვერდიან უმძიმეს დასკვნას, რომელშიც ერთი მთავარი წინადადება არის ამგვარი, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც მთავარი წინადადება არის ამგვარი, რომ ეს ყველაფერი შეიძლება დასრულდეს კონკრეტული პირების ჰააგაში უკაცრავად და მითრევით და მიათრევენ ბიძინა ივანიშვილს პერსონალურად ჰააგის სასამართლოში, ნუ ჩახვებით საფლავში ამ ბანდიტ კაცს, რომელიც ალბათ კიდევ უფრო გაამკაცრებს, კიდევ მეტად მოუჭერს მარწუხებს, კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილებებს ქართული სახელმწიფოს, თქვენი სახელმწიფოსთვის მძიმე გადაწყვეტილებებს მიიღებს, მაგრამ როდემდე შეუძლებელია, რომ მან ეს რეჟიმი შეინარჩუნოს კიდევ დიდხანს და რაც უფრო მძიმე გადაწყვეტილებებს მიიღებს, მით უფრო მძიმედ დაენარცხება ის მიწაზე და ძალიან მძიმედ დაასრულებს როგორც პოლიტიკურ სიცოცხლე ცხოვრებას და არა მხოლოდ პოლიტიკურ სიცოცხლე ცხოვრებას. გარწმუნებ თამაში, ამ შემთხვევაში მე უფრო გამოვდივარ ბიძინა ივანიშვილის მომხრე, თუ ვურჩევ, რომ ახლავე, აი ხვალვე მიიღოს ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შეასრულოს ყველაფერი, რასაც ითხოვენ ჩვენი მეგობრები და დათმოს ძალაუფლება. სხვა შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი არა მარტო დამარცხდება და არა მარტო დანარცხდება, არამედ როგორც გინდათ ისე წაიკითხეთ ეს შემდეგი ჩემი სიტყვა, რომელსაც წარმოთქვა. როგორც გინდათ წაიკითხეთ, კვლავ ვიმეორებ, არამედ დაიღუპება და თქვენ მიხვდით მე რასაც გულისხმობ ამ სიტყვაში. ნახვამდის.